მართლიერება გამოხატული საერთო სახელმწიფო მასპინძლობ ნატო საქართველოს სწავლება. ხილოთ მრავალწლიანი თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნატო საქართველოს სწავლება 2025 მასპინძლობ. სწავლების მაღალ დონეზე ორგანიზებისა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ერთმანეთთან კოორდინაციის წინ ნატოსა და საქართველოს მიერ თანამშრომლია ნატოს წევრი ქვეყნებისა და მის პარტნიორებს შორის სამხედრო and joint training and evaluation and multinational division summit. Generals, senior military leaders, institution into a capable was handed over to Georgian Defense Forces, exercised and its development throughout this. On the slide, this slide depicts exercise. სურს მივესალმო სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებსა და ალიანსის შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებს. თქვენი მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო საქართველოს სწავლების მნიშვნელოვან როლს გამოცდილების გაზიარებისა და თავისუფლების გაზრდის ძალისხმევაში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სწავლებაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს. ამაყი ვარ ხაზი გაუსვა, რომ თქვენი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი ერთგულებით წარმოაჩენთ საქართველოს როგორც ნატოს დასაქმნელ პარტნიორს. დღეს ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა ადგილზე ვიხილოთ მრავალწლიანი თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი, რომელიც ნატო-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობის მკაფიო მაგალითია. ნატოსა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია საქართველოს თავდაცვის ძალების თავისუფლების მაღალი დონე და ის ფაქტი, რომ საქართველოს დღესაც განაგრძობს მოკავშირეების ხარდახარ მნიშვნელოვანი წვლილი შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო განვავითარებთ ურთიერთობებს ჩვენი თავდაცვის ძალების, ქვეყნებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საგრძელდღეოდ. მოხარული ვარ, რომ თავდაცვის ძალებს ნატო-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა უმასპინძლოთ რიგით მეოთხე ნატო-საქართველოს საერთაშორისო სწავლებას. მრავალეროვნული სამეთაურო საშტაბო სწავლება ნატო-საქართველოს 2025. თავისი შინაარსის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს წევრი ქვეყნებისა და მის პარტნიორებს შორის სამხედრო შესაძლებლობების, თავსებადობისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით. ჩვენი მიზანია მრავალეროვნულ გარემოში გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს ნატოსთან საქართველოს თავდაცვის ძალების თავსებადობა, სამხედრო ძალის მართვის, კოორდინაციისა და კონტროლის თვალსაზრისით. მონაწილე მთელ პირად შემადგენლობას კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით დაგეგმვის პროცესში გაწეული შრომისათვის და გისურვებთ სწავლების წარმატებულ აღსრულებას. On behalf of the NATO's military authorities, I welcome you all to the fourth iteration of the NATO Georgia exercise, an integral component of the substantial NATO Georgia package. Let me extend sincere thanks to those who made this possible. A special word for JTAC. Since the first iteration of this exercise in 2016, it has evolved from a young institution into a capable and confident exercise hub, from being mentored to becoming a capability provider. JTAC's journey is a true reflection of dedication and professionalism.